ხო. ტრამპმა შეიცვალა პოზიცია ისრაელთან დაკავშირებით, ან უფრო მნიშვნელოვანი საკუთარ პოლიტიკებთან დაკავშირებით. რატომ აუქცალა მან ისრაელს იმ მემორანდუმის დეტალების ნახვა, რომელიც, როგორც ამბობენ, პარასკევს შვეიცარიაში ცერემონიაზე უნდა მოეწეროს ხელი. მოდით მოვისმინოთ, როგორ ახსნა ეს ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა. რატომ შეგვიძლია ყველამ ნახოთ მემორანდუმი ამჟამად? მიზეზი რატომაც ჯერ არ გამოგვიხერხნებია ისაა, რომ მიმდინარეობს გარკვეული დელიკატური დიპლომატიური პროცესები, სადაც ირანელები და არა მხოლოდ ირანელები, არამედ ჩვენი შუამავლები, პაკისტანელები და კატარელები გთხოვენ, რომ ეს სწორი თანმიმდევრობით გავაკეთოთ. პირდაპირ გითხრათ, ბოლომდე ვერ ვიგებ ამას, მაგრამ არსებობს გარკვეული მგრძნობიარე საკითხები არაბულ და მუსლიმურ სამყაროში, რაზეც ვცდილობთ, რომ ყურადღება მივაქციოთ. ფუნდამენტურად მართლა აქვს მნიშვნელობა შეთანხმება 4 შაბათს გამოვა თუ პარასკევს. არა, სწორედ ამიტომ არ გაგვიმახვილებია ამაზე ყურადღება, რადგანაც ყველაზე გვიან ტექსტი პარასკევს გამოქვეყნდება. კარგი, მარკი, ვიცი რომ ძალიან დიპლომატიური ხარ და ყველაფერი. ამას როგორ შეალამაზებთ? შენ მითხარი, რას ნიშნავს არაბების, ირანის, პაკისტანის და კატარის სენსიტიურობა? მითხარი, რას ნიშნავს ეს? ასე რომ, საერთოდ არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მაგრამ ერთი თეორია მაქვს შენთვის. ვიცი რომ დიპლომატიის დიდი ნაწილი ყოველთვის ჭრდილში ხდება. იმისთვის რომ დიპლომატიამ წარმატებას მიაღწიოს და ყველაფერი სწორად გააკეთო, იცი, ყველა დეტალი ზედმიწევნით მოაწესრიგო, ეს ყველაფერი ჩუმად უნდა გააკეთო და მხოლოდ მაშინ გახადო საჯარო, როცა შეთანხმება უკვე მიღწეულია. რადგან თუ რამეს საჯაროდ გამოაცხადებ მანამდე, სანამ შეთანხმება მიღწეულია, შეგიძლია გაანადგუროს შეთანხმების მიღწევის შანსი. ამიტომაც, ჩემი გაგებით, ჩემი ინტერპრეტაციით, ყველაფერი 100%-ით გადაწყვეტილი არ არის. შეიძლება ახლოს არიან, მაგრამ ეს ორსულობას გავს. ან ხარ, ან არ ხარ, ხო ასეო? ამიტომაც, ჩემი ვარაუდი ვიცე-პრეზიდენტის პასუხიდან არის, რომ ყველაფერი არ არის დასრულებული. ამიტომაც, არაფერი გახდება საჯარო, სანამ ყველაფერი საბოლოოდ არ დასრულდება. რას გულისხმობ, რა დიდი განსხვავებაა დღეს, 4 შაბათს ან პარასკევს გამოცხადებას შორის? დიდი განსხვავება არ არის. რა არის, ერთი დღე აქ ან ერთი დღე იქ? ნიშნულობა არ აქვს. ნიშნულობა მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ადრე გამოქვეყნება გამოავლენს იმ განსხვავებებს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს დოკუმენტში. კარგი, პირველ რიგში, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ტრამპმა ელექტრონულად მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას. და თუ ასე არ არის, დეტალები ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული და დასრულებული, მაშინ ვინ აწერდა ხელს ამ ელექტრონულ დოკუმენტებს? კარგი, ეს პირველ რიგში. მეორედ, ზუსტად ასეა. ის შეთანხმება, რაზეც თქვით, იცით, რაღაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ამ შეთანხმებას. ეს ბოროტი შეთანხმებაა. როდესაც ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც ისლამურ რესპუბლიკასთან დებთ, ცუდია, რადგან ეს მათ კიდევ 60 დღეს აძლევს და ასე შემდეგ. იმ დროს, როცა ისინი კვლავ ესვრიან გემებს ჰორმუზის სრუტეში, ჰეზბოლა კვლავ ესხმის თავს ისრაელის თავდაცვის ძალებს ლიბანში და ისრაელის საზღვრისკენ არის მიმართული. ბოდიში, იცით რატომ არ სურთ მისი გამოქვეყნება? იმიტომ, რომ როცა ამ შეთანხმებაში არსებული რაიმე დეტალი ჟონავს, ტრამპის ადმინისტრაციის ყველა წევრი და ამერიკელი რესპუბლიკელები, რომლებიც მარკო რუბიოს მხარეს არიან და არა JD Vance-ის მხარეს, და ყველა ისრაელელი ამბობს, რომ ეს საშინელებაა. ესეთი შეთანხმება, ან საერთოდ რაიმე შეთანხმება არ უნდა დაიდოს. და ეს რეჟიმს აძლევს საშუალებას, რომ ფული მიიღოს და აღდგეს. ასევე ვიცი, რომ ის ამბობს, ყველაფერი გადამოწმებადია. სისულელია. კარგი. ეხლა, ხო გესმით, თქვენ არ ეთანხმებით იმას, რომ ამ შემთხვევაში ნებისმიერი შეთანხმება ცუდი შეთანხმებაა. მოდით შევხედოთ ტრამპის ადმინისტრაციას მისი საკუთარი რიტორიკის მიხედვით, კარგი? ტრამპის ადმინისტრაცია ამბობდა, რომ თავიდანვე არ სურდათ ომი. ისინი მხოლოდ იმიტომ იძულებულნი გახდნენ ებრძოლათ, რომ ირანელები დიპლომატიურად არ იყვნენ მზად გაეკეთებინათ ის დათმობები, რაც საჭირო იყო მათი ბირთვული პროგრამის ერთხელ და სამუდამოდ დასასრულებლად. ეს იყო ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია. და ტრამპი არაერთხელ ამბობდა, მირჩევნია ეს დიპლომატიურად გადავჭრა, მაგრამ თუ ისინი არ ითანამშრომლებენ, მაშინ მოგვიწევს ძალა გამოვიყენოთ და სწორედ ეს მოხდა. მაგრამ ეჭვი არ არის, რომ პირველი დღიდანვე ტრამპმა დიპლომატიურ გამოსავალს ამჯობინებდა. მაგრამ არა, როგორც მან თქვა, მისი სიტყვებით. არა ირანელებისთვის ობამასეული ზედმეტად ხელსაყრელი შეთანხმება, არამედ შეთანხმება, რომელიც რეალურად ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებდა მათ ბირთვულ პროგრამას. ეხლა, მე ვიტყოდი, ვიცი რომ ამას არ ეთანხმები, მაგრამ ეს იყო ის, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია მუდმივად ამბობდა ბოლო თვეების განმავლობაში. მე ვიტყოდი, რომ მათ ახლა რაც გააკეთეს, საკუთარი თვალსაზრისით ძალიან ცუდად ამნეს საკუთარ თავს. არა ისრაელის თვალსაზრისით, არა რუთი ბლუმენტალის თვალსაზრისით, არა მარკ რეგასის თვალსაზრისით, არამედ საკუთარი თვალსაზრისით ამნეს საკუთარ თავს. რატომ?
იმ წამსვე, როცა ამ 60 დღიან პროცესში შედიხარ, სადაც ცეცხლის შეწყვეტაა და სრუტეები ღიაა და ირანელებს შეუძლიათ დაიწყონ ნავთობის ექსპორტი. შესაბამისად, მათ ფული შემოედინებათ, რაც აქამდე აზიანებდათ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, თქვენ მოაშორეთ ეკონომიკური ზეწოლა. და თუ სანქციებზე რაიმე სახის შემსუბუქება იქნება, ან ფულის გამოშვებაზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღება. ანუ თქვენ ამცირებთ მათზე ეკონომიკურ ზეწოლას. ასევე შეამცირეთ მათზე სამხედრო ზეწოლა, რადგან ისინი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში არიან, ხომ ასეა? მაშ, რატო ფიქრობთ, რომ ახლა დათმობებზე წავლენ? ერთადერთი შანსი, რომ დათმობებზე წასულიყვნენ, ის იყო, რომ მათზე ზეწოლა შეგენარჩუნებინათ. და ზეწოლის შემცირებით, ფიქრობ, კარგი შედეგის მიღების შანსი ბევრად რატნაკლებია. ბოლოს ერთი საკითხი ამ თემაზე, ხო ასეა? თუ და ტრამპმაც და ვენცმაც მსგავსი რაღაცები თქვეს, რომ წინასწარ არაფერს ირებენ. ისინი მხოლოდ მაშინ მიიღებენ სანქციების შემსუბუქებას და ასე შემდეგ, როცა რეალურად შეასრულებენ იმას, რაც უნდა შეასრულონ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მათ უნდა გადადგან ნაბიჯი, სანამ რაიმე ეკონომიკურ სარგებელს მიიღებენ და ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ომში დაბრუნება. ამერიკელები აპირებენ თავიანთი ძალების გაყვანას. აპირებენ თუ არა ისინი შეინარჩუნონ თავიანთი ძალები ახლო აღმოსავლეთში, მზადყოფნაში. თუ ირანელები თამაშს დაიწყებენ, ასე რომ ორი რამ. თუ ჩვენ ამ 60 დღიან პროცესში შევდივართ და როგორც მე ხედავ ეს თითქმის დასრულებულად ჩანს, თუ ჩვენ ამ 60 დღიან პროცესში შევდივართ, პირველი, ნამდვილად აძლევენ ამერიკელები ირანელებს საშუალებას, რომ მიიღონ თანხები, სანქციების შემსუბუქება, გაყინული ფულის გამბლოკვა და ასე შემდეგ. და იქნებიან თუ არა ამერიკელი ჯარისკაცები იქ მზადყოფნაში შეიარაღებულები და მზადმოქმედებისთვის. რადგან თუ ასე არ მოიქცევით, თუ მათ ეკონომიკურად იმას მისცემთ, რაც სურთ და თქვენს ძალებს გაიყვანთ, არანაირი შანსი არ იქნება, რომ კარგი შეთანხმება შედგეს. კარგი, მოდი პირველ რიგში ეკონომიკაზე ვისაუბროთ. ყველამ ვიცით, რომ ამერიკელი საზოგადოება და არა მხოლოდ ამერიკელი საზოგადოება, არამედ გლობალური ეკონომიკაც სერიოზულად დაზარალდა ირანის, უпроსწორად ისლამური რესპუბლიკის მიერ. ძიმეა ირანი ვახსენო, რადგან ირანის ხალხი არ იმსახურებს, რომ იმ ბოროტ მოძალადეებთან ერთად მოიხსენიოთ. კარგი. ისლამური რესპუბლიკა მსოფლიოს მძევლად ამყოფებდა ჰორმუზის სრუტის ხელში ჩაგდებით. და ეხლა ისევ ომის ყველა მოწინააღმდეგე, მათ შორის დემოკრატები და ეგრეთ წოდებული გამოფხიზლებული მემარჯვენე რესპუბლიკელები ამბობენ. ასე რომ თუ ეხლა ჰორმუზის სრუტეს გახსნი, საერთოდ არც უნდა წასულიყავი ომზე, რადგან ჰორმუზის სრუტე თავიდანვე ღია იყო, ხომ ასე? ეხლა ჩვენ გვესმის, რომ გლობალური ეკონომიკის საკითხი პრობლემაა და ეს სერიოზული, ლეგიტიმური პრობლემაა. მაგრამ აი რა არის საქმე, ეს ეკონომიკური ზეწოლა. თუ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ჩემსავით ხალხს ომის მომხრეებად თვლის და ასე შემდეგ, იცი, მე ნამდვილად არ მადარდებს. და შესაბამისად, შენ უფრო ეკონომიკურ ზეწოლას დაუჭერდი მხარს, ვიდრე სამხედრო ზეწოლას. რასაც ამბობ არის ის, რომ მოусმინე ეს მუშაობს და მართლაც მუშაობდა. ეს რეჟიმს ნამდვილად აწვებოდა. მაგრამ აი კიდევ ერთი რამ. მაგრამ კიდევ ერთხელ, ამერიკელები გაბრაზებულები არიან, რომ ბენზინის ფასები ბენზინგასამართ სადგურზე იზრდება. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს უკვე მithქვამს, კარგი, მესმის, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ისინი დიდ სურათს ვერ ხედავენ, რადგან საქმე მხოლოდ ბირთვულ იარაღს არ ეხება. დიახ, მართალი ხარ. ტრამპს ყოველთვის უთქვამს, რომ მათ ბირთვული იარაღი არ უნდა ქონდეთ, მაგრამ აი რა არის. მან ასევე უთხრა ირანის ხალხს, რომ დახმარება გზახმარება გზაშია. მან ასევე ძალიან სამართლიან ომში ჩაერთო. მან ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან ერთად ჩაატარა ორი მთავარი ოპერაცია, რომლებიც ძალიან წარმატებული იყო. თავარი ისაა, რომ ისინი იმარჯვებდნენ. თვითონ ტრამპმაც კი თქვა, ჩვენ გავანადგურეთ მათი საჰაერო ძალები, ჩვენ გავანადგურეთ მათი საზღვაო ფლოტი. ჩვენ გავანადგურეთ მათი შენობები, მათი ინფრასტრუქტურა, ჩვენ გავანადგურეთ მათი ლიდერები. ორი სხვადასხვა დონის ლიდერები იქნა ლიკვიდირებული. მაშ ასე, ნება მომეცით გითხოთ. როცა იმარჯვებ და ყველა ეს ადამიანი გაქვს განეიტრალებული და როცა ჯიჰადისტი, ისლამისტები ჰორმუზის სრუტეს მძევლად ამყოფებენ, მათ არ აინტერესებთ. ისინი საკუთარ ხალხსაც კი მოკლავენ, ოღონდ ფეხზე დარჩნენ. აი მაშინ ნებდები. აი მაშინ ამბობ, მოდი შევთანხმდეთ. ეს დიპლომატია არ არის. ეს ნიშნავს, რომ ეს არის კაპიტულაცია. დიპლომატია, მე ვიტყოდი, პირველ რიგში ცოტა ხნით დაივიწყეთ ეს სიტყვა. როცა ომს იგებ, გინდა რომ დამარცხებულებმა თავად გთხოვონ მშვიდობა. შენ არ ამბობ, კარგი, ეს ყველაფერი უკვე გავაკეთეთ.
და ეხლა რადგან იმ ბიჭებს ჰორმუზის სრუტეში ჩვენზე ბერკეტი აქვთ, ჩვენ უნდა დავსხდეთ, ველაპარაკოთ და უცებ კარგ რაღაცებსაც თქვათ მათზე. ეს აღმაშფოთებელია, გაბრაზებული ვარ. ამიტომ ვცდილობ გავანალიზო რა ხდება. და იქნებ ტრამპმა გამოგვირვოს. და იქნებ მართლაც კარგ შეთანხმებას მიაღწიოს და იქნებ ირანელებმა მართლაც გადაიხადეს ფასი, მაგრამ ამ მომენტში ამას ვერ ხედავ. მე ვხედავ, რომ ამერიკამ ირანს სიცოცხლე დაუბრუნა, არა ირანს, არამედ რეჟიმს. ხო ასეა? და თუ მართლა მოხდება ამერიკული ძალების გამოყვანა რეგიონიდან და თუ ირანელებისთვის მართლაც იქნება ეკონომიკური შეღავათები, ვფიქრობ მათი мотиваცია რომ დათანხმენ იმ დათმობებზე, რასაც ტრამპი აქამდე ითხოვდა, ძალიან რთული იქნება. და შეიძლება ომში დაბრუნებაც კი გახდეს საჭირო, რადგან ირანელები, მე არ ვფიქრობ, რომ ირანელები თუ მათთვის ყველაფერი კარგად და კომფორტულად იქნება, დათმობაზე წავლენ. თუმცა ამას გეტყვით თქვენ. თქვენ ამბობთ, რომ იგებთ, მაშინ რატო უნდა შეჩერდეთ? და მე ვიცი სამხედრო კონფლიქტებიდან, რომლებშიც ისრაელი იყო ჩართული, რომ მაშინაც კი როცა სამხედრო კონფლიქტში წინ ხარ, არსებობს ის, რასაც თქვენ უწოდებთ კლებადი უკუგების კანონს. ზოგჯერ უნდა შეწყვიტო მაშინ, როცა წინ ხარ. პრობლემაა ისრაელის ომებში, ამერიკის ომებში, როცა გააქვს მისიის გაფართოება და უბრალოდ აგრძელებ. როცა სამხედრო მოქმედებაში ხარ ჩართული, ყოველდღე უნდა შეაფასო, იცი საით მიდის ეს ყველაფერი. ვარ თუ არა კლებადის სარგებლის ეტაპზე. ეხლა წინ ვარ. დროა გავწყვიტო და ჩემი უპირატესობები სხვანაირად გამოვიყენო. ამიტომ იდეა, რომ აუცილებლად უნდა მიხვე ამას ბოლომდე, ზოგჯერ მართალია და ზოგჯერ არა. ბოლოს ერთი რამ მინდა ვთქვა ირანელებზე. ჩვენ არ ვიცით რა ხდება ირანში. ხო? შესაძლებელია, რომ რეჟიმი მართლა ბოლო ამოსუნთქვაზეა. შესაძლებელია, რომ ამ ზავის დროს ირანის ხალხი ამ სიმშვიდეს გამოიყენებს და რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყდება. შესაძლებელია, რომ ყველაფრის გამო, რაც მოხდა, ტრამპი ახლა დროს იგებს, რომ ირანში ცვლილებები მოხდეს. არის კიდევ ერთი თეორია, რომ ტრამპს უბრალოდ უნდა ნოემბრამდე დაელოდოს, რომ შუალედური არჩევნები გაიაროს და შემდეგ შეძლოს პასუხისგაცემა და ძლიერი დარტყმის მიყენება. კარგი, მოდი ერთ ამ კითხვაზე გიპასუხებ. ჩვენ ნამდვილად ვიცით რა ხდება ირანში, რომ უდანაშაულო ადამიანებს კლავაც სჯიან სიკვდილით. ეს ჩვენ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ რასაც შენ სიცხნარეს უწოდებ, შეიძლება რეჟიმს არ ბომბავენ, მაგრამ ირანის ხალხი მაინც შეშინებულია. მათ არ აქვთ იარაღი და ვერ ებრძვიან. და მართალია, რომ პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია იმაში, რომ ბევრი ლიდერი, ბევრი რევოლუციური გვარდიის წევრი და ბასიჯი განადგურდა. დიახ, შენ მართალი ხარ, მოქმედებს შემცირებული სარგებლის კანონი. მაგრამ ამ შემთხვევაში, რასაც ვამბობდი, არის ის, რომ ეხლა რისი გაკეთებაც მას სურს, არის ის, რომ მოხსნას ბლოკადა ისლამურ რესპუბლიკაზე და ჰორმუზის სრუტეზე. იმის ნაცვლად, რომ თქვას, არა, თქვენ უნდა გახსნათ ამ წუთშივე საერთაშორისო გადაზიდვებისთვის. და თუ არა ისევ დაგბომბავთ. არა. და ვეთანხმები შემცირებული სარგებლის კანონს. მაგრამ სინამდვილეში ამერიკელები არ მოუკლავთ. ომის განმავლობაში რამდენიმე იყო, მაგრამ ძალიან ცოტა სამხედრო სტანდარტებით. და ისრაელებიც ასევე. კარგი, ჩვენ ვიყავით და სინამდვილეში უფრო მეტი ისრაელი მოკლეს. და არა ირანში, არამედ ლიბანში. და აი რა არის ამაში მთავარი. ჩვენ ეს ვიცით. ამიტომ არ ვიცი, ამ შემთხვევაში რაზე ვსაუბრობთ, როცა ვამბობთ, რომ შედეგები მცირდება, მეორეც მე არ ვარ, იცით, ამ ყველა ადამიანს უნდა გითხრათ, უბრალოდ მიყვარს ის სახელები, რომლითაც სოციალურ მედიაში მომართავენ, მაგალითად ზიო ფრიკი. და ეს მაინც ის სახელია, რომელიც აქ შემიძლია ვთქვა, რადგან დანარჩენები სხეულის ნაწილებს, ქალის სხეულის ნაწილებს და ყველაფერს ეხება. მართლა ანტისემიტური, საზიზღარი, ანტიისრაელური რიტორიკა მემარჯვენეებისგან. და ეს ახლა რატო ვახსენებ ამას საერთოდ? იმ ადამიანებს ყველას ვეთყოდი, რომ მე დიდი დამცველი ვიყავი პრეზიდენტ ტრამპის. რესპუბლიკელი ვიყავი, მხარს უჭერთ იმას. ისრაელელები და ირანელი ხალხი მხარს უჭერდნენ მას. ამხნევებდნენ მას არა იმიტომ, რომ ომის მომხრე ან რამე მსგავსი, არამედ იმიტომ, რომ ის ისტორიის სწორ მხარეს იდგა. ის კარგების მხარეს იდგა ცუდების წინააღმდეგ.
და ეხო უცებ კარგი ის ცვლის თავის პოლიტიკას. და სწორედ ამიტომ უცებ JD1C წინა პლანზეა და ამ შეთანხმებას ძალიან ცუდად ყიდის სხვათა შორის. განსხვავებით მარკო რუბიოსგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტრამპის ფავორიტად ითვლებოდა. მინდა ვიცოდე, რატო მაშინაც კი თუ მან თავისი პოლიტიკა, ეკონომიკის, შუალედური არჩევნების ან რაც არ უნდა იყოს, გამოსეცვალა, უნდა დაიწყოს ისრაელზე სიტყვიერი შეტევა. რა ჯანდაბა დაუშავა ისრაელმა? გარდა იმისა, რომ გვერდში ედგა, ეხმარებოდა, ამხნევებდა და ომში წასვლას არ აიძულებდა. და უბრალოდ მოდი ერთი წუთით მოვუსმინოთ, რას ამბობს პრეზიდენტი ტრამპი ისრაელზე. ეხლა მე არ ვარ კმაყოფილი იმით, როგორც ისრაელმა მოიქცა ლიბანთან და ჰეზბოლასთან მიმართებაში. მათ უნდა შეძლებოდათ ამის გაკეთება, ხო? უფრო სწრაფად. ეს უბრალოდ უსასრულოდ გრძელდება. და როცა ეს ხდება, ეს დიდ გარიგებას სულ შუქში აფერებს. და ეს ირანთან გარიგებაა. გეტყვით რას გულისხმობ? ისრაელი ჰეზბოლასთან ძალიან დიდხანს იბრძვის და ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. და არ არის საჭირო ყოველი ადამიანის ძებნისას მრავალბინიანი სახლი დაანგრიო, რადგან ამ სახლებში ბევრი ხალხია და ყველა მათგანი ჰეზბოლას წევრი არ არის, ამას გეუბნებით. და მე ისრაელს ურჩიე, რომ ჰეზბოლას საკითხი სირიამ მოაგვაროს. რადგან გულწრფელად გითხრათ, ფიქრობ ისინი ამას უკეთესად გააკეთებდნენ. შემძლე უპასუხო. ტრამპი აქ რაღაცებს ამბობს, რაც ლოგიკურად არ შეესაბამება ერთმანეთს. და ის ამბობს რაღაცას, რაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა. ლოგიკურად შეუსაბამოს, რაც შეეხება ის ამბობს, იცით, ჰეზბოლასთან ომი ძალიან დიდხანს გრძელდება და ისრაელმა უნდა შეამციროს დაძაბულობა. მაგრამ თუ ის ჩივის, რომ ომი ძალიან დიდხანს გრძელდება, ისრაელმა არ უნდა შეამციროს დაძაბულობა. ისრაელმა პირიქით უნდა გააძლიეროს და ჩვენ უნდა დავასრულოთ, ხომ ასეა? და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მართალია. და კიდევ ერთი რამ თქვა, იცით, რომ ისრაელში რაკეტების შედეგად არავინ დაღუპულა. ამიტომ ისრაელს არ ქონდა მიზეზი, ასე რომ ეპასუხა, როგორც ჩვენ ვქენით. მაგრამ როცა ორი ამერიკელი ვერტფრენის პილოტი არ დაშავებულა ამერიკამ, მან თვითონ დაინახა საჭიროება, რომ ეპასუხა. და ასე რომ ბევრი რამ ფიქრობ იმაში მდგომარეობს, რომ ის ირანელებთან რთულ მოლაპარაკებებშია. და მისი თვალსაზრისით ისრაელელები პრობლემებს უქმნიან, რადგან ირანელებს არგუმენტებს აძლევს. უნდა შეაჩერო ისრაელელები. უნდა შეაჩერო ისრაელელები. არ ვიცი, რამდენად სერიოზულია ეს, რაც ჩემთვის საინტერესო იყო მისი კომენტარი სირიელებზე. და სინამდვილეში ვფიქრობ, ეს სასაცილოა, რადგან ისრაელი დასავლური ქვეყანაა, როგორც შეერთებული შტატები გვაქვს დემოკრატიული ღირებულებები და ჩვენ უბრალოდ უდანაშაულო ხალხს არ ხოცავთ. მაგრამ სირიის თავრობაზე ამას ვერ იტყვი. და მთელი იდეა ისაა, რომ ისრაელი ანგრევს საცხოვრებელ კორპუსებს, სადაც შეიძლება იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც და ჰეზბოლაც, ხომ ასეა? თუ სირიელები მართლაც ჩაერევიან, ვფიქრობ, ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება. ჩვენ ვიცით, ვინ არის სირიის რეჟიმი. და საინტერესოა, რომ მას, ანუ აქედან ჩანს, თითქოს ისრაელი არ არის საკმარისად ფრთხილი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლთან დაკავშირებით. და თითქოს სირიელები უფრო ფრთხილები იქნებიან. მაგრამ უფრო დიდ საკითხზე. ისრაელი სამხრეთ ლიბანშია. ჩვენ ვანადგურებთ ჰეზბოლას ინფრასტრუქტურას იქ. კარგია რომ იქ ვართ, ჩვენ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ იქ და იქ დავრჩებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მაგრამ აღმოსავლეთ ლიბანში, ეგრეთ წოდებულ ბექას ველზე, არის ჰეზბოლას ინფრასტრუქტურის ყველა სახეობა, რომელიც პირდაპირ სირიის საზღვართან მდებარეობს. პრეზიდენტი ტრამპი სირიელებს ეპატიჟება, რომ გადაკვეთონ საზღვარი და შევიდნენ ჰეზბოლას ამ საყრდენებში, აღმოსავლეთ ლიბანში, ბექას ველზე. და ფაქტობრივად ამბობს, რასაც ისრაელები აკეთებენ სამხრეთში, თქვენ უნდა გააკეთოთ აღმოსავლეთში. არ ვიცი, ამას ამბობს თუ არა, მაგრამ ერთ რამეს უნდა გითხრათ. ვიცი, რომ მას უყვარს დიქტატორებისა და ბოროტი ლიდერების ქება და ყველაფერი. და აშარა, ანუ ბატონი ისის ალ-ქაიდა, რომელიც თითქოს გამოსწორდა, ლიბანში რო შევიდეს, ყველა ქრისტიანს, ვინც შეხვდება, თავს მოკვეთს. ეს მართლა შესანიშნავია. ტრამპო, დიდი მადლობა. მაგრამ ეს არც კი არის მთავარი საკითხი. ჩემი პრობლემა მასთან ისაა, როგორ ბედავს თქვას, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვკლავთ და უბრალოდ საცხოვრებელ კორპუსებს ვანგრევთ, სადაც მარტო ჰეზბოლა არ არის. როგორ ბედავს? ჩვენ ვაფრთხილებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომ ტერიტორია დატოვონ. ჩვენ ვატარებთ ასეთ ზუსტ დარტყმებს. ეს ასე იყო ღაზაშიც. ეს ჩვენი ომის წესია. ყველა სამხედრო ექსპერტი ამას ამბობს. არავინ ატარებს ურბანულ ომს ისე მორალურად, როგორც ჩვენ, ჩვენი საკუთარი ხარჯზე.
და შეიძლება ესეც თქვა, ელჩი, ისრაელის ელჩი შეერთებულ შტატებში, იეხიელ ლაიდერი, რომელმაც შვილი დაკარგა ღაზას ომში, ძალიან წყინს, როცა ვინმე ამას ახსენებს. რადგან როგორც მან თქვა, თუ ისრაელი განუჩევლად იბრძოლებდა, უბრალოდ ანგრევდა შენობებს ვიღაცის ძებნისას, მისი შვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა. და ეს სიმართლეა. და ამჟამად ლიბანში, სხვათა შორის, რადგან ისრაელის მთავრობა ძალიან ფრთხილად იქცევა, რომ ტრამპის თვალში ცუდად არ გამოჩნდეს, სამხრეთ ლიბანში მხოლოდ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს ეუბნებიან, რომ იყვნენ ფრთხილად, არ იმოქმედონ და თავი შეიკავონ და ისინი ამას ასრულებენ. და ეს მათ დაუცველებად აქცევს, რადგან ჰეზბოლას სროლას არ წყვეტს. და ნება მომეცით თქვა, თუ ამ შეთანხმებაში ყველა იმ ბოროტი ძალის მიხედვით, ვინც ტრამპის ადმინისტრაციას აწვება, თუ ამ შეთანხმებაში წერია, რომ ისინი მხოლოდ მაშინ მოაწერენ ხელს, თუ ყველა ფრონტზე ცეცხლი შეწყდება და ისრაელმა უნდა დატოვოს ლიბანი. ალბათ ესაა, რაც მას აშინებს და თუ ეს წერია ურთიერთგაგების მემორანდუმში, ღმერთმა გვიშველოს. და მეორე, ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ამას მოითხოვს ისლამური რესპუბლიკა ნებისმიერ საბოლოო შეთანხმებაში. და რაც შეეხება ჩემს ბოლო პუნქტს, სანამ სიტყვას გადაგცემთ, მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ისრაელი ამერიკელი ჯარისკაცების სიკვდილს ან რამე მსგავს ისურვებს. ეს აბსურდია. და გეუბნებით, ისრაელს თუ მარტო მოგვიწევს მოქმედება, მარტო მოვიქცევით. და არა მხოლოდ ლიბანში, შეიძლება მოგვიწიოს ირანზე თავდასხმაც, რაც სხვათა შორის უკვე გავაკეთეთ. ჩვენი საჰაერო ძალები, როგორც თვითონ ამერიკელი პილოტებიც ამბობენ, შეუდარებელია. და თუ მოგვიწევს ამის გაკეთება, თუ მოგვიწევს იქ შესვლა, ბრძოლა და ირანის დამარცხება, მარტო მაშინ როცა ჰეზბოლასაც ვებძვით, არ ვიცი, შეიძლება მოგვიწიოს. და თუ მოგვიწევს, ამას გავაკეთებთ. ამიტომ ვეთანხმები იმას, რაც ეხლა თქვით, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, როცა ჩვენს ჯარისკაცებს სამხრეთ ლიბანში ადგილსამიზნეებად მოიხსენიეთ. ამას არ ვიღებ. ისინი საბრძოლო ჯარისკაცები არიან რთულ რელიეფში. ისინი მძაფრად იბრძვიან, იქ ჰეზბოლას ინფრასტრუქტურას ებრძვიან, საკუთარ თავს იცავენ და თავიანთ მისიას ასრულებენ. ისინი ისრაელის ხალხს იცავენ, განსაკუთრებით ჩრდილოეთის თემის წევრებს, რომლებმაც ასე ბევრი ტანჯვა გადაიტანეს. ისინი საბრძოლო ჯარისკაცები არიან საბრძოლო ზონაში, სამწუხაროდ ზოგი მათგანი იღებს ჭრილობას, ზოგი კი იღუპება, მაგრამ ისინი უსუსურები არ არიან. ისინი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის იბრძვიან. და მე არ ფიქრობ, რომ ისინი ესეთ მდგომარეობაში არიან და არც ერთი მთავრობა ისრაელში არ დააყენებს მათ ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ შეძლონ თავი დაიცვან ჰეზბოლას დასვებისგან. მინდა წინ წავიდე. ერთი წამით, სანამ წინ წახოთ, მოგცემთ ამის საშუალებას. ჯარისკაცებისგან მოდის ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ურთიერთგაგების მემორანდუმი გამოცხადდა, ამ ჯარისკაცებს მათი მეთაურები ეუბნებოდნენ, არაფერი გააკეთოთ. არც კი ისროლოთ, სანამ ნებართვას არ მიიღეთ. ეს მართალია. ვერ შეძლებ, უბრალოდ. შეიძლება შეზღუდვები იყო, არა, ისინი ეხლა ისე იზღუდებიან, როგორც ადრე არ იზღუდებოდნენ. დიახ, ჩვენი საჰაერო ძალები ისევ ახორციელებენ დარტყმებს. მაგ გეუბნები არსებობს ანგარიშები პირდაპირ მებრძოლებისგან, რომ ბრძანებები შეიცვალა მას შემდეგ, რაც ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველად გაფორმდა. არ ვიცი ეს მართალია თუ არა, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, ისრაელის ჯარისკაცების ბრძოლის ველზე ადგილსამიზნეებად მოხსენება არასწორია. ისინი იქ არიან, ძლიერები არიან, იბრძვიან და კარგ საქმეს აკეთებენ. დადებულია თუ არა შეზღუდვები უფრო ფართო პოლიტიკური მიზეზების გამო. მე ვფიქრობ, რომ დადებულია. და აქ მინდა აღვნიშნო, მინდა შევეხო იმ საკითხს, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ. წერია, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა იქნება, რომელიც იმ 60 წლიან პერიოდს თან ახლავს. და შეიძლება ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ამერიკელები არ სურთ, რომ ეს ფორმულირება გავრცელდეს. რადგან ცეცხლის შეწყვეტა ბუნდოვანი ფორმულებაა. ცეცხლის შეწყვეტას სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ირანის ინტერპრეტაციით, როგორც ჩანს და ამასაც ამბობენ, ისრაელმა უნდა დაუბრუნდეს საერთაშორისო საზღვარს და დატოვოს ლიბანი, რათა ჰეზბოლამ კვლავ აიღოს კონტროლი. ცეცხლის შეწყვეტა ასევე შეიძლება ნიშნავდეს, რომ ისრაელი გაჩერდება იქ, სადაც ახლა იმყოფება და გააგრძელებს სამხრეთ ლიბანში იმ ტერიტორიების კონტროლს, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს, სანამ მოლაპარაკებები ამას არ შეცვლის. და აქ მინდა შემდეგი ვთქვა და თეთრ სახლს ვეტყოდი. მოусმინეთ თუ გსურთ, რომ ირანმა კვლავ აიღოს ლიბანის კონტროლი და კვლავ დააყენოთ ეს ქვეყანა იმ გზაზე, რომ სამუდამოდ დარჩეს როგორც წარუმატებელი სახელმწიფო. დიახ, ირანის ოკუპაციის ქვეშ ეს იქნება სწორი პოლიტიკა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი ამერიკული ძალისხმევა იმაში მდგომარეობდა, რომ ლიბანი და ისრაელი ერთმანეთთან ესაუბრათ, რაც ჩვენ გავაკეთეთ.
და ჩვენი ელჩი, რომელიც თქვენ ადრე სხვა კონტექსტში მოიყვანეთ, ამ მოლაპარაკებებს ვაშინგტონში ხელმძღვანელობს. ჩვენ გქონდა მოლაპარაკებები სამხედრო პირებს შორის. და ლიბანის მთავრობა ამბობს, რომ სურს ჰეზბოლას განიარაღება. მათ სურთ ლიბანის სუვერენიტეტის აღდგენა. იყო საუბარი საცდელ სქემაზეც კი, რომლის მიხედვითაც ისრაელი გარკვეული ტერიტორიიდან გავიდოდა და ლიბანის არმია შევიდოდა. ბევრ სკეპტიკურად უყურებდა, იმუშავებდა თუ არა ეს. მაგრამ სერიოზული განხილვები მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება უკეთესი ურთიერთობა იყოს ისრაელსა და ლიბანს შორის. ლიბანი, რომელიც ირანის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქცა ჰეზბოლას მეშვეობით, დიახ, როგორღაც უნდა შევცვალოთ ეს დინამიკა. თუ აიძულებთ ისრაელს ცალმქრივად გაიყვანოს ჯარები, არა მხოლოდ ისრაელს უქმნით საფრთხეს, დიახ, არამედ ლიბანის ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნის ნებისმიერ შანსს ანადგურებთ. ეხლა მოდით ეს ნათლად ვთქვათ. ლიბანელი ქრისტიანები ჰეზბოლასგან დაღლილები არიან. ლიბანელი სუნიტი მუსლიმებიც ჰეზბოლასგან დაღლილები არიან. ლიბანელი დრუზებიც ჰეზბოლასგან დაღლილები არიან. ეს ლიბანის მოსახლეობის უმრავლესობაა, მათ შორის შიიტურ საზოგადოებაშიც, რომელიც ჰეზბოლას ტრადიციული საყრდენი იყო. ჰეზბოლას მხარდაჭერაში სულ უფრო მეტი ბზარია. თვითონ მათი ხალხიც ამბობს, ჰეზბოლა რას აკეთებთ, რა ომია ეს? რატომ გვათრევთ ამ ომში ისრაელთან უცხო ძალის ინტერესებისთვის? და ეს უცხო ქვეყანა, რა თქმა უნდა, ირანია. ასე რომ, ლიბანში არსებობს დინამიკა, რომელიც პრობლემების გარეშე არ არის. არ ვამბობ, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ იქ პოზიტიური დინამიკაა. სწორი გადაწყვეტილებისკენ არის იმპულსი. თუ ამერიკა დაეთანხმება ირანის ინტერპრეტაციას, რა არის ცეცხლის შეწყვეტა? რაც ნიშნავს, რომ ისრაელმა უნდა გაიყვანოს ჯარები, ყველაფერი წყალში იკრება. ეს შეცდომაა ისრაელისთვის, ეს შეცდომაა შეერთებული შტატებისთვის, ეს შეცდომაა ლიბანისთვის. აბსოლუტურად. კაიდი, მოდი, ცოტა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე და იმ მოსაზრებაზე, როგორც ყველა ამბობს, რომ ნაწილობრივ ტრამპი ამას ნოემბრის შუალედური არჩევნების გამო აკეთებს, ხომ ასეა? ეხლა უბრალოდ ავუხსნი ყველას, ვინც არ იცის, ვინც ამერიკელი არ არის, ხო იცით, ყველა არ არის ამერიკელი, რომ ნოემბერში შუალედური არჩევნებია. მაგრამ ტრამპი ამ შუალედურ არჩევნებში არ მონაწილეობს. საქმე იმაშია, რომ რესპუბლიკელებში ჯერ ერთი ამ ეტაპზე მიმდინარეობს პრაიმერები და ტრამპი მხარს უჭერს კანდიდატებს რესპუბლიკური პრაიმერებისთვის და იმედოვნებს, რომ ისინი გაიმარჯვებენ. მაგრამ ნოემბერშია სწორედ ის დრო, როცა ისინი დემოკრატ კანდიდატებს უპირისპირდებიან. ეხლა თუ რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატასა და სენატს წააგებენ, ეს ორი რამეს ნიშნავს. ერთი არის იმპიჩმენტის პროცედურები ტრამპის წინააღმდეგ, რის გამოც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე პალატა არ დაკარგოს, ხო ასე? და ასევე, ჩემი აზრით, ეს ცუდია ამერიკისთვის, ძალიან ცუდია. ამას ამერიკელისა და ისრაელელის პოზიციიდან ვამბობ. მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელი ამერიკისთვის, თუ დემოკრატები აიღებენ კონტროლს წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე. მაგრამ აი ჩემი თეორია, რომელსაც როგორც ჩანს არავინ ამჩნევს, და ეს არის ის, რომ მე ვფიქრობ მას, ტრამპს, მე ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელებს უკეთესი შანსი აქვთ გაიმარჯვონ, ანუ არ დაკარგონ ადგილები კონგრესის შუალედურ არჩევნებში. Თუ ისინი გამარჯვებულ მხარეს არიან, არა დანებების მხარეს, არა ტაკერ კარლსონის, მეგინ კელის, არა ჯეი-დი ვენსის მხარეს. მე მაქვს, მე მჯერა, ეხლა ეს ასევე გამოკითხვებს და მსგავს რაღაცებზეა დაფუძნებული. დიახ, ამერიკელებს ცხოვრების ყველა ფენიდან სურთ, რომ ბენზინის ფასები დაბალი იყოს. მაგრამ როცა საქმე ამერიკის ძალასა და სიდიადეს ეხება და ბოლოს რას ნიშნავს ამერიკის კვლავ დიდებულად ქცევა, ამერიკა ვერ იქნება სუსტი და დამარცხებული საერთაშორისო ურთიერთობებში და ვერ გადასცემს თავის ძალას ერთ პატარა საზიზღარ თეოკრატიას. რომ ის ამარცხებდა და აპირებდა, რომ მსოფლიო უკეთეს და უსაფრთხო ადგილად ექცია. და თუ ეს ასეა, თუ შუალედურ არჩევნებზე ვფიქრობ, ის დიდ შეცდომას უშვებს. მოდით დაველოდოთ და ვნახოთ, მაგრამ აშკარაა, რომ ტრამპს არ უნდა, რომ ხელები კონდეს შეკრული მეორე ვადაში, მისი პირველი მეორე ვადის მეორე ნაწილში, შუალედური არჩევნების შემდეგ. მას არ უნდა აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, სადაც იმპიჩმენტს უცხადებენ და უწევს ამ ყველაფრის მოგვარება კონგრესში და მის მაღალჩინოსნებსაც იმპიჩმენტს უცხადებენ. ჩვენ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, თუ ის კონგრესზე კონტროლს დაკარგავს. ეხლა, სიმართლე რო თქვათ, როგორც მე მესმის, იმის შანსი, რომ სენატში წააგოს, თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ უმეტესობა ექსპერტებისა ფიქრობს, რომ ეს არ მოხდება. წარმომადგენელთა პალატა არის ნამდვილი პალატა, რაც ნიშნავს, რომ რეალურად ვერ გაუკეთებენ იმპიჩმენტს, რადგან სენატმა უნდა გამოუცხადოს იმპიჩმენტი. მაგრამ მაინც ეს არის დრო, ეს არის ძალისხმევა, ეს ნიშნავს კონგრესთან ურთიერთობას, ეს უფრო რთულია. და ის დრო, რომელსაც ის ურჩევნია თავისი ბოლო 2 წლის განმავლობაში ისტორიული გავლენის მოხდენას დაუთმოს. მაგრამ გეთანხმები, რომ თუ მას ირანელებზე სერიოზული გამარჯვება ექნებოდა, ეს მას საარჩევნოდ დაეხმარებოდა.
მაგრამ ის რაღაცებს ხედავს, რასაც არც შენდა და არც მე ვერ ხედავთ. შესაძლებელია, რომ მან იფიქრა, სწრაფი გამოსავალი არ იქნებოდა. შეიძლება მან ამოწურვის სტრატეგია აერჩია, სადაც, ეკონომიკური ზეწოლა, სამხედრო ზეწოლა და ბოლოს და ბოლოს იმუშავებს, მაგრამ შეიძლება ნოემბრამდე არ იმუშაოს. აქ რაღაცას ვიტყოდი, რაც მგონია რომ უნდა ითქვას. თუ ეხლა 60 დღიან სიმშვიდის პერიოდზე გადავდივართ, თეორიულად რომ ნახოთ, შეძლებენ თუ არა ამ შეთანხმების მიღწევას. და როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობ, რომ ზეწოლის გარეშე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, შესაძლებელი იქნება თუ არა ირანელების დათანხმება იმ საკითხებზე, რაზეც აქამდე არ დათანხმებულან. მაგრამ თუ 60 დღიან სიმშვიდის პერიოდზე გადავდივართ, ასევე ჩნდება კითხვა, რას აკეთებ ამ სიმშვიდეში? მაგალითს მოგიყვანთ. შეგიძლიათ ააშენოთ და გააფართოვოთ მილსადენები სპარსეთის ყურედან, რომლებიც ხმელეთზე გადიან ხმელთაშუა ზღვამდე ან სხვა წყლის გზებამდე, რათა შეზღუდოთ ირანის გავლენა ნავთობის მიწოდებაზე. გულისხმობ, იყენებთ თუ არა ამ დროს ისე რომ თუ ახლო მომავალში ბრძოლას დაუბრუნდებით, უკეთ შევძლებთ იმ საფრთხებთან გამკლავება, რასაც ირანელები შეგვიქმნიან. არ არსებობს მიზეზი, რომ ეს ბლოკირების წერტილი არსებობდეს. საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სხვა ადგილებში მილსადენები იყო გაყვანილი, რათა ნავთობი და გაზი რეგიონიდან გაეტანათ. მაგრამ ისინი საკმარისად განვითარებული არ იყო. არის თუ არა ეხლა გეგმაში, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში, სანამ ბრძოლას დაუბრუნდებით, შევით შეიქმნას ინფრასტრუქტურა, რომელიც შეამცირებს ირანის შესაძლებლობას ენერგორესურსების ბლოკირების წერტილით მსოფლიოზე ზეწოლა მოახდინოს. კარგი, თქვენ ახსენეთ შუალედური არჩევნები, მოდით ვისაუბროთ ჩვენს არჩევნებზე ისრაელში, რომლებიც მალე გაიმართება. ძალიან მოკლედ, რადგან ჩვენი დრო იწურება. როგორც წინა კვირას და იმის წინა კვირას თქვით, რომ როცა შემდეგი კვირის პოდკასტისთვის შევხვდებით, უკვე გვეცოდინება არჩევნების თარიღი. ისრაელის არჩევნებისთვის თარიღი ჯერ არ გვაქვს. მაგრამ ამის მიუხედავად, გამორიცხვის მეთოდით ვიცით, რომ ალბათ ოქტომბრის მეორე ნახევარზე ვსაუბრობთ, რაც ნიშნავს, რომ ქნესეთი სრულ ვადას მოიხდის. და როგორც ჩანს, და ეს თარიღებია დასაწერად, ან 20 ოქტომბერი, ან 27 ოქტომბერი ეს ყველაზე სავარაუდო ვარიანტად მიიჩნევა. ისრაელის არჩევნები 20 ან 27 ოქტომბერი. სხვა სიტყვებით რო თქვათ, სულ რამდენიმე დღით ადრე ამერიკის შუალედურ არჩევნებამდე. არა, შეიძლება მაინტერესებს, ეს მართლაც ძალიან საინტერესოა. კარგი, ამ დამთრგუნველ ნოტაზე, ან იქნებ თქვენ დათრგუნული არ ხართ, მაგრამ მე ძალიან გაბრაზებული და დამწუხრებული ვარ ამაზე. შემდეგ კვირას ისევ შევიკრიბებით. მიხარია ამის მოლოდინი და მინდა ერთი ბოლო წინადადება ვთქვა, ცოტა შინაურული რეგის სიბზნით, არასდროს არის ყველაფერი ისეთი კარგი როგორც ჩანს, მაგრამ არც ისეთი ცუდია როგორც ჩანს. სხვათა შორის მე ამას არ დავეთანხმებოდი, მაგრამ სხვათა შორის ჩვენი შემდეგი პოდკასტი პირდაპირ ეთერში გავა სამიტიდან, JNS სამიტიდან, რომელიც ამ შაბათ კვირას გაიმართება და შემდეგ კვირასაც გაგრძელდება. მაშინამდე შეხვედრამდე.